პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ფსორიაზის დროს ეს არის ქრონიკული დაავადება. ხშირ შემთხვევაში ის არის გენეტიკურად წინასწარ განწყობილ ტიპებში და ეს არის აუტოიმუნური დაავადება. სამწუხაროდ მისი ზუსტი გაჩენის მიზეზი მედიცინამ არ იცის. ეს არის მულტიფაქტორული დაავადება, რომელიც ძირითადად როგორც წითელი გამონაყარით ვლინდება, შეიძლება იყოს უბრალოდ გამოხატული მხოლოდ ქერტლიანი თავი. ასევე შეიძლება იყოს ფრჩხილების დაზიანებით, იყოს სახსროვანი ფორმა. ეს მოვლის საშუალებები უნდა იყოს აბსოლუტურად ბუნებრივი შემადგენლობის. არ უნდა შეიცავდეს ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომელიც აღიზიანებს კანს, არის ტოქსიური, ასე რა ვთქვათ და იწვევს სხვადასხვა პრობლემების გაღრმავებას. ძალიან მინდა რომ ყველა ადამიანის ყურამდე მივიდეს ეს, რომ ცალსახად არ არის გადამდები დაავადება და ნებისმიერი ტიპის ფსორიაზი, როგორიც არ უნდა კონდეს პაციენტს, ეს იქნება ხელებზე, მტევანზე, დავუშვათ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე თუ თავის თმიან არეში, არც ერთი მათგანი არ არის გადამდები.